მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ფსიქოლოგი ვახო ჯაფარიძე და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უშველოთ თავს იმ შემთხვევაში, თუ გაგვიჩნდა შეგრძნება, რომ თითქოს დავკარგეთ სილამაზე და მიმზიდველობა. ეს მანდილოსნებს გაცილებით უფრო ხშირად ემართებათ ხოლმე. ესეთ პრობლემას აწყდებიან, ვიდრე მამაკაცებს, იმიტომ რომ მანდილოსნებისთვის ზოგადად უფრო მნიშვნელოვანია მათი გარეგნობა. ამის მიზეზები შეიძლება იყოს მრავალგვარი, მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, მათთვის ვისაც არ გაქვთ ჩემი გვერდი გამოწერილი, გამოიწერეთ ეს გვერდი, უყურეთ ვიდეოებს, შეასრულეთ ეს რეკომენდაციები სავარჯიშოებით და გააუმჯობესეთ თქვენი ცხოვრების ხარისხი. ასევე გაუზიარეთ ეს ვიდეოები იმ ნაცნობებს თუ ახლობლებს თუ მეგობრებს, ვისაც თქვენ თვლით ან იცით, რომ ამ ტიპის რეკომენდაცია ჭირდება და წაადგება ნამდვილად. ხო და რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ დავკარგეთ ეს მიმზიდველობის შეგრძნება, სილამაზის შეგრძნება, ამის მიზეზები მრავალი შეიძლება იყოს. არაჯანსაღი კრიტიკა, არაჯანსაღი შედარებები, დაცინვა პირდაპირ, იგნორირება, ასე ვთქვათ, ვერბალური თუ არავერბალური დემონსტრირება იმისი, რომ მეორეხარისხოვანი ადამიანი ხარ და ასე შემდეგ. ასევე შეიძლება იყოს პირდაპირ ძალადობაც, ემატყება, დაშინება და ბევრი სხვაგვარი. ჩემი 20 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში ისეთები მაქვს მოსმენილი, რომ როგორ არ შეირყა ჩემი რწმენა კაცობრიობის ნორმალურობაში, საერთოდ ესეთი ჩემთვის იდუმალებით მოცული გამოცანა, ხო და რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? აქ უნდა ვიცოდეთ ერთი რაღაც, რომ ჯერ გვიჩნდება დისკომფორტული შეგრძნება შინაგანად, ხო? უკმაყოფილების შეგრძნება, რომელიც თავდაპირველად შეიძლება არანაირ კავშირში არ არის ჩვენს სილამაზესთან, მიმზიდველობასთან, იმიჯთან, გარეგნობასთან, პიროვნულ მომხიბლელობასთან და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენი ფსიქიკა მუშაობს შემდეგნაირად. როდესაც ჩვენ გვიჩნდება რაღაცა შინაგანი გრძნობა, ფსიქიკა ცდილობს უპოვოს ამ გრძნობას ახსნა და ხანდახან ამ ახსნას იგონებს ხოლმე. ხო და ხანდახან, ასე ვთქვათ, ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს კიდე გარემო აწებებს ზედ რაღაცა კრიტიკული арлიყებს და მოკლედ შემდეგ იწყება რა, ასეთ აი ამ უკმაყოფილების მდგომარეობაში ტვინს უფრო გადააკ აქცენტები საკუთარ თავში უარყოფითის დანახვაზე, უარყოფითის შემჩნევაზე. ხა, უარყოფით რაღაცას რო შეამჩნევ შენს თავში, კიდევ უფრო ცუდად იგრძნობ თავს, კიდევ უფრო ცუდად რო იგრძნობ თავს, კიდევ უფრო უარყოფით რაღაცას ეძებ საკუთარ თავში, ან იგონებ საკუთარ თავში, არ ვიცი, შეიძლება გყავთ ესეთი ნაცნობები, ახლობლები, ან შეიძლება თქვენც ყოფილხარ ასეთ მდგომარეობაში, როდესაც გეუნებიან ადამიანები, რომ absolutely არაფერი არ გჭირს სამაგისო რომ იყო ასე უკმაყოფილოთ, მაგრამ შენი შინაგანი მდგომარეობა გიბიძგებს, რომ შეიქმნა იმის ილუზია, რომ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხარ, უფრო ნაკლებად მომხიბლელი ხარ, უფრო ნაკლებად ღირსეული ხარ, ვიდრე სინამდვილეში. აი რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში, როგორ უშველოთ საკუთარ თავს ძალიან სწრაფად, ესეთი გრძელი ფსიქოთერაპიების გარეშე. არსებობს რამდენიმე გზა. პირველი გზა არის შემდეგნაირი. შეგვიძლია დავდგეთ სარკესთან, დავხუჭოთ თვალი და დავფიქრდეთ იმ ადამიანზე, ვინც ჩვენში იწვევს აღფრთოვანების გზნობას, აი ვინც ძალიან მოგწონს, ხო? ვისითაც ვართ მოხიბლული ამ ადამიანის ნიჭიერებით, გარეგნობით, მომხიბლელობით და ასე შემდეგ. და ასე ვთქვათ, აი იმდენხანს ვიფიქროთ ამ ადამიანზე, სანამ შინაგანად აი პირდაპირ სხეულში არ ვიგრძნობთ აი ამ პოზიტიური ემოციას იმ სხვა ადამიანის მიმართ. აი როგორც კი გაძლიერდა ეს ემოცია, ხო? გაახილეთ თვალები და საკუთარ გამოსახულებას შეხედეთ სარკეში, რომ ეს მომხიბლელობის ემოცია, აღფრთოვანების ემოცია დაუკავშიროთ საკუთარ თავს, საკუთარ გარეგნობას, ხო? აღადგინოთ ის გრძნობა უპირობო მიღებისა, საკუთარი თავის, უპირობო მომხიბლელობის, რომელიც ყველას ჰქონდა ბავშვობაში მაგალითად. და აი ამას იმდენჯერ ვაკეთებთ, ხო? თუ გინდა ყოველდღე გააკეთეთ. დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ, პრაქტიკიდან შემიძლია გითხრათ, დაახლოებით, აი თუ ძალიან მძიმე შემთხვევაა რაღაცა,
7-10 დღე და უბრუნდება ადამიანს ნორმალური თვითშეფასება, მისი შინაგანი მდგომარეობა ხდება უფრო პოზიტიური, შესაბამისად, საკუთარ თავში ამჩნევს პოზიტიურ მომენტებს, ამით კიდევ უფრო პოზიტიური ხდება მისი განწყობა და მოკლედ პრობლემა დაძლეულია. ეს ერთი. მეორე მომენტი, ასევე დახუჭული თვალებით კეთდება, ხუჭავ თვალს და ვფიქრობთ ადამიანზე, ვინც ოდესღაც გაგვიკეთა რაღაცა კომპლიმენტი მაგალითად, ან ადამიანზე, ვიზეც ზუსტად ვიცით, რომ მოვწონვართ, გვაფასებს, ხო? პატივს გცემს, უყვარვართ. შემდეგ ხუჭავ თვალს და წარმოვიდგენთ ესეთ რაღაცას, რომ საკუთარ თავს უყურებთ ამ ადამიანის თვალებით. ან შეგიძლია პირდაპირ წარმოვიდგინოთ საკუთარ სხეულიდან გამოხვედი. იმ ადამიანის სხეულში შეხვედი და პირდაპირ მისი თვალებიდან გამოიჭრიდე, ხო? და უყურებ საკუთარ თავს და საკუთარ თავს რო უყურებ ამ ადამიანის თვალებით, ვეცადოთ გავიგოთ, ხო, რას ხედავს, რა ღირსებებს ხედავს ეს ადამიანი ჩვენში, ისეც, რომ ასე მოვწონოთ. შემდეგ, როდესაც აი იმის გაცნობიერება მოხდება, რომ აი ამდენი რაღაცა ღირსება მაქვს და პოზიტიური მომენტებია ჩემში, სხვა ადამიანის თვალით დანახული, შემდეგ უბრუნდებით საკუთარ თავს და ვამჩნევთ იმას, რომ ჩვენი განწყობა გაუმჯობესდა და კიდევ ერთხელ, როდესაც ჩვენი განწყობა გაუმჯობესდა, საკუთარ თავში ვიწყებთ პოზიტიური მომენტების შემჩნევას, ეს კიდევ უფრო კარგ ხასიათზე გვაყენებს და აქაც პრობლემა დავძლიეთ. კიდევ ერთი გზა არის შემდეგნაირი. შეგვიძლია, ასე ვთქვათ, გავისეირნოთ წარსულში, იმისთვის, რომ გავიხსენოთ ის მომენტები, როდესაც თავს გრძნობდით წარსულში მიმზიდველად, მომხიბლელად და ასე შემდეგ. როდესაც მაყოფილი ვიყავით საკუთარი თავით. ოღონდ დავამატოთ ერთი მომენტი. ესე ვთქვათ, დავადოთ ერთმანეთს ესე ხელები და დავიწყოთ ესეთი ნაზი მოფერებითი მოძრაობა ხელების. შემდეგ დავხუჭოთ თვალი და წარმოვიდგინოთ, რომ აღმოჩნდით წარსულის იმ მომენტში, როდესაც გრძნობთ თავს მომხიბლელად და მიმზიდველად. და წარმოვიდგინოთ, რომ ისევ იმ სიტუაციაში ვართ, იგივეს გრძნობთ, იგივე გვესმის, იგივეს ან მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, განვიცადოთ იმ მოგონებების ემოციები. ერთი მოგონება, მეორე, მესამე, ცოტა ხანში შეამჩნევთ, რომ თქვენი, ასე ვთქვათ, შინაგანი მდგომარეობა დაუბრუნდა ნორმალურ განწყობას, ანუ საკუთარი თავის მიმართ ისევ აღდგა სიყვარული, პატივისცემა და ისევ მოგწონთ საკუთარი თავი. შესაბამისად, აი ეს მარტივი სავარჯიშოები შეგიძლიათ აკეთოთ იმდენი ხნის განმავლობაში, სანამ არ აღდგება, ასე ვთქვათ, სანამ ნორმაში არ მოვა თქვენი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ და აი აქ მოხდება ძალიან საინტერესო რაღაც. როგორც კი აღადგენთ პოზიტიურ ემოციებს საკუთარი თავის მიმართ, ხო, როგორც კი ამ პრობლემას დაძლევთ, შეამჩნევთ, რომ სხვა ადამიანებიც უფრო პოზიტიურად რეაგირებენ თქვენზე, უფრო მეტ ყურადღებას იზიდავთ, ასე ვთქვათ, უფრო მეტ მოწონებას იმსახურებთ. რატომ? იმიტომ რომ თქვენი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ ჩანს სხეულის არავერბალურ ენაში. და სხვა ადამიანები ამას კითხულობენ თქვენი სხეულის ენას. გაუცნობიერებლად ბუნებრივია და ასე ვთქვათ, მათთვის ეს არის ასე ვთქვათ, ბრძანება, როგორ უნდა მოგეპყრონ, როგორ უნდა მოგექცნენ. თუ საკუთარი თავის მიმართ გაქვს ესეთი განცდა, რომ ხარ რაღაცა მეორეხარისხოვანი ადამიანი და არ ხარ მიმზიდველი და არ ხარ მომხიბლელი, შესაბამისად, პროვოცირებას უკეთებ გარშემოყოფებს, რომ ან ანალოგიურად მოგექცნენ, ან თუ გარშემო არის ესეთი დაშხოშიანი ფსიქოპატი, ვინმე, პოტენციური მოძალადე, რომელიც ასე ვთქვათ, ეძებს მსხვერპლს, გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად, მაშინ ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, შემოვა თქვენს ნდობაში, გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მალა მოდაგადოთ აი ამ ჭრილობაზე და შემდეგ თქვენით სრულფასოვანი манипуლირება განახორციელოს. ამიტომ ის მარტივი გზები და ხერხები, რომლებიც გაგიზიარეთ რამდენიმე წუთის წინ, მოგცემთ საშუალებას, რომ აღადგინოთ დღეში რამდენიმე წუთის ინვესტირებით საკუთარი თავის ეს გადასარევი შეგრძნება შინაგანი, როდესაც საკუთარი თავი მოგწონს, როდესაც თავს გრძნობ მიმზიდველად და მომხიბლელად. ასე და ამგვარად, ვინც პირველად მიყურეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, უყურეთ ამ ვიდეოებს, შეასრულეთ რეკომენდაციები იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება გააუმჯობესოთ. ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ ეს ვიდეოები თქვენს ახლობლებს და მეგობრებს. ასევე მათთვის
ვინც ელოდებოდა შეუზღუდავი მიღწევების მარათონის დაწყებას. ეს არის კურსი, რომელიც გაძლევს საშუალებას 3 კვირის განმავლობაში იმუშაოთ საკუთარ თავზე სისტემურად. ვიწყებთ 23 მაისს ამ კურსს, რომელიც 21 დღე გაგრძელდება. მის დაწვრილებით პროგრამას ცოტა ხანში დავდებთ ამ page-ზე, შეგიძლიათ გაეცნოთ. მანამდე კი ასე თქვათ, ვაკეთებთ ამ სავარჯიშოებს, არა მარტო ამ ვიდეოდან, სხვა ნებისმიერი თემიდან, რომელიც არის თქვენთვის აქტუალური, იქნება ეს ფინანსები, ჯანმრთელობა, ურთიერთობები, თვითგანვითარება, სულიერი ზრდა თუ რაც გენებოთ, ხო? ჩემს გვერდზე უამრავი ინსტრუმენტი დევს აი ამ 2-3 წლის განმავლობაში საკმაო რაოდენობით დაგროვდა ძალიან სასარგებლო ვიდეო, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ და გამოიყენოთ. მე კი გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.